მოგესალმებით, მე ვარ გუდუზი ზივაძე და დღეს გაჩვენებთ ჩემს ერთ დღეს ჰაიდენჰაიმში. ჩემი დღე იწყება დილის 7 საათზე გაგვიძებით, 8 საათზე უკვე ბავშვი მიყვავს სკოლაში. თუ დილით არის ვარჯიში, ბავშვის დატოვების შემდეგ სახლში უცებ შემოვლიდან ვისაუზმებ და მივდივარ სავარჯიშოდ ან სტადიონზე ჰაიდენჰაიმის, სადაც რა თქმა უნდა ვარჯიშამდე ვემზადები ინდივიდუალური პროგრამით, რომ ვარჯიშისთვის მოვამზადო ჩემი სხეული და ჩემი თავი და შემდეგ უკვე ვარჯიში. ვარჯიშიდან როცა ბრუნდები, სახლში რა თქმა უნდა ვისვენებ, მერე ბავშვი გავამყავს სკოლიდან, შემდეგ როცა სახლში მოვდივართ და გვინდა რომ სადმე გავისეირნოთ საღამოს, ბავშვის დიდი თხოვნით ხოლმე გავდივართ სახლიდან სტადიონამდე დაახლოებით 20-25 წუთის გზა მაქვს და ამ დროის განმავლობაში მანქანაში რა თქმა უნდა უსმენ ქართულ მუსიკას, კირამეს, მეოთხიტას, კიდევ სხვა სიმღერებშიც. ასე უსმენ ძალიან ბევრ პოდკასტს და გადაცემებს თუ რამე არის YouTube-ზე, რასაც ვასწრებ ამ დროის განმავლობაში, ვარჯიშზე წასვლის წინ და ვარჯიშიდან სახლში წამოსვლის დროს. ხანახან არის დღეები, რომ სიჩუმეც მიყვარს და სრულიად სიჩუმეა მანქანაში და ისე ვგზავრობ. სტადიონზე დაახლოებით ვარჯიშამდე 1 საათნახევარით ადრე მივდივარ. პირველი რასაც ბაზაზე მისვლის დროს ვაკეთებ არის რომ ყავას ვსვავ, იმიტომ რომ სახლში არ მაქვს ყავის აპარატი. შემდეგ არის რომ მივდივარ სატრენაჟერო დარბაზში, თუმცა არის დღეები, როცა მაგალითად გვაქვს თეორიული ვარჯიშები და ვიდეო ანალიზები, რომ განვიხილოთ ჩვენი თამაშები და მოწინააღმდეგე გუნდის, რომელსაც ვეთამაშებით უიკენდზე. ჩემს პირველ დღესაც შეეხება ჰაიდენჰაიმში, როცა ჩამოვედი კალსრუედან. გუნდი უკვე სამწელო შეკრებაზე იყო და მე იქ შეუერთდი პირდაპირ. ძალიან კარგად დამხვდა მთელი გუნდი, როგორც სამწელო შტაბი, ისე ფეხბურთელები. ჩემი სურვილები და მოტივაციის შესახებ ვუთხარი პირველივე დღეს თანაგუნდელებს და უკვე იმ დღიდან უკვე დაიწყო ჩემი ცხოვრება და ჩემი კარიერა ჰაიდენჰაიმში. რაც შეეხება ქალაქ ჰაიდენჰაიმს, არის ძალიან პატარა, მყუდრო ქალაქი, 7 ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილია, რომ შეგიძლია მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირდე. გულშემატკივრებს რაც შეეხება, თითოეული მათგანი ვიტყვი რომ ფეხბურთით ცხოვრობს, ყველანი ძალიან ჩართულები არიან კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვარჯიშებზეც მოდიან, როცა ღია ვარჯიში არის და უყურებენ ვარჯიშებს და ასევე თამაშზეც ალბათ ტელეეკრანებზეც ხედავთ რომ ყოველთვის სავსე არის ჰაიდენჰაიმის სტადიონი, კი არ არის ბევრი ტევადობის, მხოლოდ რაღაც 15,000 ეტევა, თუმცა თამაშზე არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, თუნდაც ამ ხანაგურ შეხვედრა რო იყოს, ამ ხანაგურ შეხვედრაზეც ყოველთვის სავსეა. საყვარელ ადგილსაც შეეხება ქალაქში არის ერთი ძალიან კარგი კაფე, სადაც ძალიან ხშირად სტუმრობ ხოლმე და თუ ასევე საქართველოდან მყავს სტუმრები, ყველანი იქ აუცილებლად მიყვავს, იმიტომ რომ აქვთ პირველ რიგში ძალიან კარგი ყავა. ყავა ძალიან მიყვარს და მაგიტო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ასევე აქვთ ძალიან კარგი კერძები და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი, რომელსაც ძალიან კარგად აკეთებენ არის შინიცელი. მე ძირითადად თუ მარტო ვარ ხოლმე დილით კვერცხი, ძალიან მარტივი. სხვა დანარჩენის გაკეთება არ მეხერხება. ჩემი ცოლი ყოველთვის არის მზარეული ჩვენს ოჯახში და ვიტყვი რომ ძალიან გემრიელ საჭმელებს მიკეთებს. მონატრევასაც შეეხება საქართველოდან, რა თქმა უნდა, მშობლები, მეგობრები, ქართული საჭმელი, ყველა ქართულს ენატრება, როცა საზღვარგარეთ არის. ხინკალი, ყველა ქართლის ალბათ საყვარელი კერძი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ აქაც ჩემი ქალაქიდან სადღაც 10-15 წუთში არის ქართული რესტორანი და თუ მომენატრება ხოლმე რაღაც რომელიმე ქართული კერძი მივდივარ და ამ იმას პილდებიან და რითსაც მადლობას გადავხდიან. ხო, თავიდან როცა ჩამოვედი გუნდი არც მაშინ იყო სახარბილო სიტუაციაში, თუმცა ბოლოს მაინც ყველა სჯეროდა რომ დავრჩებოდით გუნდესლიაში და ვფიქრობ ამან გამოიღო შედეგი, რომ ყველა ფეხბურთელს სწამდა და სჯეროდა რომ შევინარჩუნებდით ადგილს. წელსაც იგივე სიტუაციაა, იმიტომ რომ ვიბრძვით გადასარჩენად. გუნდში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იქნება პოზიტიური განწყობა, იმიტომ რომ ბევრი თამაში წავაგეთ უკვე. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიტიურად ვიფიქროთ, მომავლისკენ გავიხედოთ და როგორც წინა სეზონში, ამ სეზონშიც
გუნდში არის იმის განწყობა და იმის განცდა, რომ წელსაც მოვახერხებთ ადგილი შენარჩუნებას ბუნდესლიგაში. ისთვისაც, რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. ფეხბურთის სიყვარულის გამო დავიწყე და დღემდე ისე მიყვარს, როგორც მაგალითად 8 წლის ბუდუს უყვარდა. мотивაციები, რაც 8 წლის ბუდუს ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეხლა განსხვავებული მაქვს მე, იმიტომ რომ იმ мотивაციებიდან და იმ მიზნებიდან, რაც 8 წლის ბუდუს ჰქონდა, გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, შევასრულე და ავისრულე ის თუნდაც ის რომ დღეს ბუნდესლიგაში ვარ, თუნდაც ის რომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, გავხდი რამოდენიმეჯერ ბომბარდირი, ვითამაშე საკმაოდ კარგ გუნდებში და ეხლა мотивაციებს არ შეეხება. რა თქმა უნდა, მაქვს იმის мотивაცია, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანო ბუნდესლიგაში და ხალხს ვაჩვენო, რომ რეალურად ვარ ძალიან კარგი თავდამსხმელი. მოკლედ, სანამ უშუალოდ მოედანზე შევალთ, მოგიყვებით თუ რა მომწონს ყველაზე მეტად. აქ გარემო არის ძალიან შვიდი, წყნარი, ან სამაჩლო დღეს, იმიტომ რომ თამაშის დღეს სრულისი გიჟე ხდება ხოლმე, გულშემატკივრებიდან გამომდინარე. თუ თამაშის დღეები არ არის სრულისი წყნარია, სიმშვიდე, ეხლა ზამთარია და არ ჩანს სიმწვანე, მაგრამ ზაფხულზე, გაზაფხულზე და შემოდგომაზე არის ძალიან კარგი გარემო, ჰაერი და იდეალური ადგილი არის, რომ ივარჯიშო ძალიან ნაყოფიერად და კარგად. ასევე, ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი არის მოედანი, სადაც ორი კარი დგას და თამაშის დროს გოლები გამაგრება. გულშემატკივრებას რაც შეეხება, ხო, მათთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, თითქმის ყოველ თამაშის შემდეგ მათ ულტრასები, რასაც ვეძახით, მათ ტრიბუნასთან მივდივართ, ისინი თავიანთ აზრს გვეუბნებიან, ჩვენსაც ვეუბნებით, უსმენთ, რა თქმა უნდა, ასევე ყოველდღიურად უბრალოდ როცა ღია ვარჯიში არის, მოდიან ჩვენთან და უყურებენ ვარჯიშს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ფეხბურთელისთვის, რომ ვარჯიშზეც კი მოდის გულშემატკივარი და ჩვენს გვერდით არის და გამხნევებს, ასევე გთხოვს ფოტოს ან ავტოგრაფს და ეს, რა თქმა უნდა, мотивაციას გაძლევს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფეხბურთელის და გუნდის და გულშემატკივის უკავშირი ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აძლიერებს ორივე მხარეს და ვფიქრობ, რომ წელს ერთად შეგვიძლია, რომ მიზანი რაც გვაქვს შევასრულოთ. შემოვედით სტადიონზე, როგორც ხედავთ, კედლებზე არის წარწერები და ეს წარწერები არ არის, ეს არის გულშემატკივრების სახელი და გვარები, მათ საპატივცემულოდ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როცა გულშემატკივარი შემოდის აქ და ხედავს თავის გვარს, რა თქმა უნდა, ძალიან დაფასებულად გრძნობს თავს და უყვარს ის კლუბი, იმიტომ რომ კლუბიც, რა თქმა უნდა, ანალოგიურად პატივცემს მას. ეხლა წავიდეთ ზემოთ. ხო, ეს სურათები, რასაც ხედავთ, არის ამ კლუბის მთელი ისტორია, იქ ქვემოდანაც იწყება, დასაწყისიდან და ბოლოს მოსრულდება. რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, როცა გულშემატკივარი მოდის, თუ ვინმე მარიცის ამ კლუბის შესახებ, უცებ ძალიან მარტივად შეუძლია, რომ გაიცნოს კლუბის ისტორიას. მოკლედ, ეს იყო ჩემი ერთი დღე ჰაინჰაიმში. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი დღე იყო. ბევრი ინტერვიუ ჩავწერე, ასევე ნაყოფიერი ვარჯიში ჰქონდა ინდივიდუალურად. იმედია მოგეწონებათ ვიდეო და ისე ამოვნებთ ყურებით.